საბჭოთა კავშირში 11 ლუდი ჩვენთან აქედან 7 ჩემი იყო და კიდე იმ ლუდების 4 თუ 5 100 ყოველ წელს მოსკოვში იყო ხოლმე ეს ლუდის ქარხნების შეჯიბრება და ისა რა ანუ ნახანი და ვიღაცას ანუ ყოველთვის ქართული ლუდები მოწონდათ რა. აი სულ ამბობენ ხოლმე რომ რაღაცა ლუდი რო გამოვიღაცას რომ მოეწონება, მალე გააფუჭებენო. ხო და აი თქვენ გეცოდინებათ ლუდის წარმოებელი ხართ. ამ თქმულებაში რა არის მართალი და რა ტყუილი? აი მე გეტყვი შენ. ერთი წელიწადი თუ კარგად გააკეთე, არაფერი არ აურიე. აი რაც კეთდება რა. ერთი წელიწადი, აი თუ გინდა აი მოგიწან ეგეთ ლუდს, აი როდესაც ვაკეთებდი მე რა. ერთი წელი არაფერი არ ჭირდება. აი ვითომ გუშინ გაგიკეთეს. მაგრამ თუ არ გააკეთე ნორმალურად ერთი თვის მე რაღაცა ნუ წამოვა რაღაცები რაღაცა ამჟავდება და რაღაც. ხო და აი მართალია როცა საქართველოში ამბობდნენ რომ ლუდის ახალი ლუდი რო გამოდიოდა ცოტა ხანი კარგი იყო და მე აფუჭებდნენო. ეს მართალია? ძალიან ბევრი ფუჭდებოდა. ძალიან ბევრი. აი იქ ევროპაში კარგს აკეთებენ, ვერ იტყვი. მაგრამ იმათი არ ფუჭდება, მაგრამ ერთი თვე რო დევს, გამოდიან და აქეთ უშვებენ. ეჭველობა გადაარჩენს საქართველოს შექმნის მიზანი რა იყო? რა გინდა? არაფერი რა ვიცი, ნუ მე მომეჩვენა რომ იმ პერიოდში რა 1985 წელს და რაღაცა, ნუ არ მომეწონა, თორე მე სულ არ ჭირდებოდა რა, მე დიდის ბევრი ის ქონდა რა. ნუ კაი გავაკეთოთ, კი ბატონო. ზურაბ ყემალაძემ შემჭამა, გინდა თუ არა, მოდი გავაკეთოთ რა, მოვიდა ჩვენ და გავაკეთეთ. მოგწონდათ პოლიტიკაში ყოფნა? არა, პოლიტიკა არ იყო, აი წარმოება მინდოდა.